გამარჯობა. დღეს უნდა ვისაუბროთ მეორე მსოფლიო ომზე და ზოგადად შემდგომი რამდენიმე ვიდეო მიეძღვნება მეორე მსოფლიო ომში საქართველოს დანახვის მცდელობას. პირველ ყოვლისა აქ არ მინდა ვისაუბრო თავად ომი როგორი იყო, აქ ამ ომში რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაწილზე მინდა გავამახვილო ყურადღება და ერთ-ერთი ესეთი არიან სამხედრო ტყვეები, რომლებიც რასაკვირველია ყველა ომს თან ახლავს და სამხედრო ტყვეები როგორც წესი არიან ომის მონაწილეთა მხარეს, ორივე მხარეს, ან რამდენი მხარეცა იმდენ მხარეს და დღეს ამ შემთხვევაში მოდით ვისაუბროთ პირველ შემთხვევაზე, ეს არის ქართველი სამხედრო ტყვეები ნაცისტური გერმანიის ტერიტორიაზე. იმიტომ რომ ეს ნაცისტური გერმანია მაშინდელი მასშტაბებით არ არის თანამედროვე გერმანია, უბრალოდ რომ განმარტო ტერიტორიული თვალსაზრისით. სამხედრო ტყვეებზე რასაკვირველია დიდი ხანი მუშაობდა საბჭოთა ისტორიოგრაფია და შესაბამისი ორგანოები. შესაბამის ორგანოებს აინტერესებდათ ამ ადამიანების დაპატიმრება, განსაკუთრებულ პოსტომის პერიოდში, ისტორიკოსებს კი განსხვავებული მიზანი ჰქონდათ სხვადასხვა პერიოდში, იმიტომ რომ აქ ისტორიკოსი ვერ იყო თავისუფალი მის აზროვნებაში და გამოხატვაში, იმიტომ რომ ოფიციალურ პოლიტიკასთან უნდა ყოფილიყო თანხმედრაში. ამიტომ მეორე მსოფლიო ომის მიმართ მიძღვნილ ლიტერატურაში თუ თავიდან 40-50-იან წლებში სამხედრო ტყვედ ჩავარდნილი ადამიანი აპრიორულად მოღალატეებად არიან მიჩნეული, უკვე 70-იან და 80-იან წლებში გამოშვებულ მემუარებში ტყვედ ჩავარდნა ხდება იძულებით. ანუ ისე მოხდა, რომ ტყვედ ჩავარდა ეს ხალხი, სხვა რა გზა ჰქონდა. დაახლოებით ეს ნარატივია, მაგრამ ეს მერე აგრძელებს იქ ბრძოლას საკუთარი სამშობლოსათვის. რასაკვირველია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე მილიონ ადამიანზე, ყველას ბედი ინდივიდუალურია, საინტერესოა და მოტივაციაც, რა თქმა უნდა, განსხვავებულია. ამიტომ, როდესაც ამის ანალიზს ვაკეთებთ, აქ ვცდილობთ განზოგადოებას, ამიტომ სამწუხაროდ ამ განზოგადოებაში ხშირად ბევრი დეტალი დაიკარგება, მაგრამ სხვანაირად ამდენი ადამიანის ბედის წარმოჩენა შეუძლებელი არის. ჩვენ გაგვიმართლა, იმიტომ რომ საქართველოში რამდენიმე ძალიან კარგი მოგონებები აქვს დაწერილი ზუსტად ამ სამხედრო ტყვეებს, რომლებიც შემდგომში დაბრუნდნენ საქართველოში, ან არ დაბრუნდნენ და ამერიკაში დაწერეს, ან სხვა ქვეყანაში. და ეს მემუარები რა თქმა უნდა, მემუარები სუბიექტურია, ხა ობიექტურობაზე აქ არავის არ აქვს პრეტენზია, მაგრამ გაჩვენებს სრულიად სხვაგვარად ამ ტყვედ ჩავარდნის პროცესსა და შემდგომში ტყვეობაში ყოფნის პერიოდსაც. ის რომ ეს პერიოდი ძალიან ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე შესწავლილი, იქიდან ჩანს, როდესაც მე ვსწავლობდი უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე, ჩემი კურსელი მიყვებოდა, რომ ბაბუამისი იყო ტყვედ და უნდა ვაღიარო ახლა ცოდვა გამხელილი ჯობს, რომ ესეთი მეგობრებიც და კურსელებიც ხშირად ვაქილიკებდით, რომ ბაბუა შეიძლება ჩავარდა და ასე შემდეგ. განცდა იმისა, თუ რა გადაიტანა ამ კაცმა, ჩვენ არ გაგვაჩნდა მაშინ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკვე პროფესიულად დავიწყე საბჭოთა ისტორიაზე მუშაობა და მიშა ნატროშულმა მომიტანა ხელთნაწერი ბაბუამისის ეს დაწერილი ტექსტები და უკვე სრულად აღვიქვი, როგორი იყო რიგითი კახელი, გლეხი, ქიზიყელი, რომელიც გაიწვიეს ომში და რა გადაიტანა ამ კაცმა და მე ეს უკვე გამოვეცით აი ამ წიგნის სახით. აქ უკვე გამოჩნდა, რომ მიხეილ ნატროშვილი უკვე ბაბუა და არა შვილიშვილი, ძალიან დიდი ისტორიის მონაწილე იყო. ამ შემთხვევაში აქ ჩანს მისი პერსონალური დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ. ტყვედ რატო ჩავარდა, როგორი ცხოვა, რა ნახა, რა მიმოქმედა მასზე და ასე შემდეგ. ძირითადად სამხედრო ტყვეები სამი გზა არსებობს ამ ტყვეების ჩავარდნის. პირველი ეს არის ნამდვილად ბრძოლის დროს, როდესაც უბრალოდ ან დიდი ალყა, ან ტყვედ ჩავარდა ადამიანი, არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი დაიჭრა
საბჭოთა ჯარისკაცი, მაშინ როდესაც იყო საბჭოთა ჯარების ეს ტერიტორია და როდესაც უკვე გამოფხიზლდა, იყო უკვე არა საბჭოთა ტერიტორიაზე, არამედ სხვა ტერიტორიაზე, იმიტომ რომ მოხდა მისი ევაკუაცია და ესე აღმოჩნდა ტყვედ. არის შემთხვევები, როდესაც ტყვედ ჩავარდნა ხდება გადასვლით, იმიტომ რომ როდესაც ბრძოლები ძალიან ახლოს იყო ერთმანეთთან ტერიტორიულად, გერმანული ნაცისტური პროპაგანდა მშობლიურ ენებზე აცნობდა ამ ადამიანებს, მოუწოდებდა რომ გადმოსულიყვნენ გერმანელების მხარეს და ადამიანები ბევრი ესე გადასულა თავისინებით. ნუ რა თქმა უნდა ამ შემთხვევაშიც უმთავრესი მოტივაცია სიცოცხლის გადარჩენაა და დიდი იდეოლოგიური ბექგრაუნდი ამ ადამიანებს არ ქონიათ და მესამე საშუალება ეს არის ესეთი იდეოლოგიური უთანხმოება საბჭოთა კავშირთან, რომელიც იყო რა თქმა უნდა გაწეულ ჯარისკაცებს შორის და აი ამ იდეოლოგიის გამო ისინი გადადიოდნენ უკვე ნაცისტური გერმანიის მხარეს და ესეთი რაოდენობა არ იყო ძალიან დიდი, მაგრამ ამის ნიველირება რომ ესეთი რამე არ არსებობდა, ტყუილი იქნება. უპირველეს ყოვლისა, ამ ტყვედ მოხვედრილი ჯარისკაცები სამხედროები საბჭოთა მხრიდან არ ნიშნავს, რომ მაშინვე გერმანელები მათ ჩააბავდნენ საკუთარ სამხედრო შენაერთებში. როგორც წესი, ამაზე შესანიშნავი წიგნი აქვს დაწერილი გიორგი მამულიას, ისტორიკოს, რომელმაც მიუძღვნა ეს თავისი წიგნი ქართულ ამ ნაციონალურ ლეგიონს და ბევრი სრულიად უცნობი დეტალი გახდა ისტორიკოსებისათვის ცნობილი, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია მეორე რამე, რომ ეს გადასული ადამიანი საშინელ პირობებში ცხოვრობს. ანუ შიმშილი, დიზინტერია, საჭმლის ნაკლებობისგან გამოწვეული პრობლემები, ფსიქოლოგიური ტერორი, ფიზიკური ტერორი, ეს ყველაფერი ამ ადამიანზე მოქმედებს და რა თქმა უნდა, როდესაც არის შეთავაზება, რომ იქნებ მათი ყოფა გაუმჯობესდეს, ბევრი ეს სამხედრო ტყვე უკვე იცვლიდათ საკუთარ პოზიციას და შესაბამის ნაციონალურ ლეგიონში გადადიოდა სამსახურში. ნუ ესეთი ნაციონალური ლეგიონები ბევრი იყო ნაცისტური გერმანიის შემადგენლობაში, ნუ სომხური იყო, ქართული იყო და უკრაინული იყო და ასე შემდგომ. ამიტომ ეს ნაციონალური ლეგიონები არაფერი ნოუ-ჰაუ ამაში არ მდგომარეობს. ნუ ქართულ ნაციონალურ ლეგიონს რაც შეეხება, ეს ძირითადად აი ამ საქართველოსდან წასული იძულებით წასული პოლიტიკური ემიგრაციის შთამომავლების ან მათი მონაწილეობით იყო შექმნილი და ძალიან აქტიურობდნენ, რომ ქართველები ყოფილიყვნენ ჩართული აი ამ შესაბამის ლეგიონებში. გარდა ამისა, სამხედრო ტყვეები მაინც და მაინც სამხედრო უნიფორმას კი არ იცვამდნენ, გერმანულს და ფიცს კი არ იღებდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც უბრალოდ სამხედრო ტყვე მიყავდათ მუშად გერმანიის ინდუსტრიაში. ხშირად ეს შეიძლება ყოფილიყო ქარხანაში წაყვანა, შეიძლება ყოფილიყო სოფლად, რომ მეურნეობაში დახმარებოდნენ ამა თუ იმ გერმანულ ოჯახს, იმიტომ რომ გერმანიაში მასობრივი ჯარში გაწვევის გამო შრომითი რესურსი ძალიან ცოტა იყო თავად ქვეყანაში და ეკონომიკას მოგეხსენებათ, რომ შრომითი რესურსი ბევრი სჭირდება. და მესამე, რომელიც ასევე ძალიან მძიმეა, ალბათ ყველაზე მძიმე, ეს არის გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკებში ბოლომდე ყოფნა. ეს გულისხმობს იმას, რომ ამ ადამიანებს აი საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც ეს საშინელება იყო, ყოფნა აქ უწევდათ არსებობა, სანამ არ მოხდა ამ ბანაკების განთავისუფლება. სხვადასხვა იქ ნაწილი დასავლელმა ჯარებმა განთავისუფლეს, ნაწილი კი საბჭოთა ჯარებმა, მაგრამ ორივე შემთხვევაში ესეთი ხალხი ამ ბანაკებში იყო. როგორც წესი, მემუარები, რომლებშიც მე ვისაუბრე ახლა მიხეილ ნატროშვილიც და აი ეს ასევე ძალიან მაგარი მემუარები, ეს არის ლადო არველაძის მემუარები, რომელიც ბათუმიდან გაიწვიეს და რომელსაც ზუსტად ესეთი ფანტასტიკური თავგადასავალი აქვს, როგორი მოიარა ტყვეობა შემდგომში ამ ადამიანმა უბრალოდ ორივეს განსხვავებული ბედი აქვს. მიხეილ ნატროშვილი საქართველოში უნდოდა დაბრუნება და გაუშვეს
შრომაგასწორებით ბანაკებში და მაღაროში ამუშავეს ლამის 10 წელი, ხოლო ლადო აროლაძემ დატოვა გერმანია, გავიდა ამერიკაში და უკვე იქიდან შეძლო ამ ყველაფრის დაწერა და ეს არის 2 ტომი მემუარების და ძალიან საინტერესოა. მაგრამ ეს როდესაც ხდებოდნენ ამ გერმანულ არმიაში ადამიანები, აქ არის მნიშვნელოვანი რამე, რომ გერმანულ არმიაში ხდებოდა მათი იდეოლოგიურად დამუშავება. ანუ ბევრი მათგანი ფორმას როცა იცვამდა ამ ნაცისტური გერმანიის, მათ შესაბამისი მომზადების კურსები უნდა გაევლოთ. მაგალითად, არქივში წავაწყდი ერთ-ერთი ძალიან საინტერესო კაცია ეს, ვიზეც მინდა ვისაუბრო. ჯერ იყო საბჭოთა ჯარისკაცი, მერე ჩავარდა ტყვედ, მერე გერმანულმა დაზვერვას უნდა ის გადაიბირეს დაზვერვის ოფიცერად, რადისტად, კავშირგაბმულობაში და ეს კაცი წერდა დღიურს. ანუ ამ თავის ესეთი პატარა ფორმატის დღიურები იყო მაშინ და ეს დღიურები აქვს ჩაწერილი საბჭოთა ჯარში როცა იყო მაშინ და გაგზელებული აქვს გერმანულ ჯარში როცა იყო მაშინაც და ეს ადამიანი გადმოსხეს დესანტად შემდგომში კავკასიაში, კერძოდ კახეთში, გომბორის მთაზე და ეს ოპერაცია ჩავარდა და ეს კაცი რო დაიჭირეს, უნახეს ეს დღიური. სადაც ყველაფერს წერს, სად იყო, როგორ იყო, რა შვებოდა და ასე შემდეგ. ერთ-ერთი ჩანაწერი ამ ალექსანდრე ცალუღელაშვილის არის, რომ რას ასწავლიდნენ მას აი ამ აბვერის, ანუ გერმანიის დაზვერვის სკოლაში. მოდით აი ამ ჩანაწერში რაც აქვს წინადადებები, ამას წაგიკითხავთ. საქართველოს ქართველებისთვის, ისევე როგორც გერმანია არის გერმანელებისთვის. გაუმარჯოს მსოფლიო ეროვნულ ბელადს საქართველოს მეგობარ ჰიტლერს. გაუმარჯოს საქართველოს პრეზიდენტ ნოე ჟორდანიას. დიდება ქართველ ერს, მის მხცოვან ბელად ნოე ჟორდანიას. გაუმარჯოს ქართველი ერის მეგობარ გერმანელ ერს. 1918 წლის მეგობრობა ქართველი ერისა და გერმანიასთან მარადიულია. ნაციონალური გერმანია გვწამს უფრო უკეთ გაგვიგებს და დაგვეხმარება ვიდრე ვილგელმის გერმანია. ეს არის ეგრეთ წოდებული ბულეთები, ანუ სხვადასხვა ჩანაწერები, რასაც ისინი იქ ასწავლიდნენ. ის წერს კიდევაც ამ ბლოკნოტში, რომ მას საქართველოს ისტორიაზე ჰქონდა ლექციები, უბრალოდ დეტალებში აღარ წერს, ვინ უტარებდა ამ ლექციას და რა კურსს მოიცავდა, მაგრამ რა თქმა უნდა, მათი ესეთი იდეოლოგიური დამუშავება, როგორც უყვართ თქმა, გერმანულ აი ამ საჯარისო შენაერთებში ცალსახად ხდებოდა. გარდა ამისა, როდესაც ომი დასრულდა, ბევრი ეს სამხედრო უპატრონოდ აღმოჩნდა, ხო და იყო ძირითადად ამერიკელები მათ სთავაზობდნენ ამერიკაში წაყვანას და ეუბნებოდნენ, რომ საბჭოთა კავშირში შეიძლება ცუდად მოგექცნენ, როგორც სამხედრო ტყვეებს, მაგრამ ზოგიერთი დაიჭირა საბჭოთა ჯარებმა და იძულებული იყო უკან წამოსულიყო. მაგრამ როდესაც ისინი უკან ბრუნდებოდნენ, მათ უნდა გაევლოთ ეგრეთ წოდებული ფილტრაციის ბანაკები, ძირითადად, სხვაგანაც იყო, მაგრამ ძირითადად ეს იყო ქალაქი ფოშკაში, რომელიც მდებარეობდა საზღვარზე რუმინეთსა და მოლდოვას შორის და ამ ბანაკში მოხვედრილ ადამიანებს საბჭოთა ოფიცრები უკვე დეტალურად კითხავდნენ, სად იყო, ვისთან იმსახურა, რა კონტაქტები ჰქონდა და ასე შემდგომ. ძირითადად ამ საუბრის მერე გამოდიოდა ისე, რომ ამ ხალხს სუფთა ვაგონით შემოიყვანეს საბჭოთა კავშირში და მერე გადასვამდნენ უკვე იმ ვაგონით და გაუშვებდნენ გადასახლების პუნქტში, მაგრამ ბევრი ეს სამხედრო ტყვე ამ ფილტრაციის ბანაკებს გაუწვრა. იმიტომ რომ იქ იყო შემთხვევები, როდესაც უბრალოდ უკან დაბრუნდნენ საბჭოთა არმიაში სამსახურისთვის და როდესაც ამხელა ომი აღრიცხვა და კანცელარიის წარმოება არც ისე მარტივია, შესაბამისად ბევრი უკან დაბრუნდა, გააგრძელა ცხოვრება და ზოგი 50-იან წლებში, რამდენიმე 60-იან წლებშიც კი დააპატიმრეს ამის გამო, რომ ისინი გერმანიაში იყვნენ ტყვედ ნამყოფები. გარდა ამისა, თუ ხშირად რა უპავდათ ჭხალებში ამ ადამიანებს, როდესაც გერმანელები ფიცს იღებდნენ, ხშირად იყო, რომ საერთო ფოტოებს იღებდნენ ხოლმე. და თუ ეს ფოტოები ჩაუვარდებოდათ საბჭოთა ოფიცრებს, ეს იყო კარგი საშუალება ამ ფოტოზე ერთ ადამიანს იპოვნიდნენ და მერე უკვე ამ ერთი ადამიანის საშუალებით ხდებოდა
ფოტოზე ასახული დანარჩენი ადამიანების იდენტიფიცირება და მე მახსოვს ერთი კაცი ერთხელ ერთ-ერთ საქმეს კითხულობდი ლეიჩხუმში ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა ომგამოვლილი კაცი მე მისი საქმით ირკვევა რომ რამდენიმე თვეც კი არ იყო ტყვეობაში მაგრამ ერთ-ერთ ფოტოზე აღმოჩნდა და 50-იან წლებში მიადგა შესაბამისი ორგანო და წაიყვანეს და მოუწია პასუხისგება იმისთვის რომ იყო სამხედრო ტყვედ. გარდა ამისა არა სამხედრო ტყვეების რეაბილიტაცია მე ეტაპობრივად ძალიან მარტივად მოხდა. ნუ ამაზე ყველაზე კარგი ნაწარმოები ესეთი ემოციური ალბათ ნოდარ დუმბაძეს აქვს დაწერილი, რომელსაც ეს ძალიან კარგად ჩანს ეს ადამიანის შიში მუდმივი დაბარების რო აი დამიბარებენ და თან ეს ბიჭიც ასტვანს ინჩუ ჰამარს გულისხმობ, სადაც ღმერთო ჩემო რატომ, სადაც ეს ზუსტად ეს სცენა კარგადაა გათამაშებული. არ ვიცი ამ ნაწარმოების პროტოტიპი ნამდვილად ნანახი ყავს მწერალს იცნობდა თუ საიდან მოიტანა ეს ამბავი მოიგონა, მაგრამ რაც მოიგონა კარგია, ფაქტია. და აქედან გამომდინარე ეს შიში ამათ სულ ჰქონდათ ამ სამხედრო ტყვეებს. ეს მემუარებიც ბევრი მათგანი განსაკუთრებით ეს მიხეილ ნატროშვილის მემუარები მისმა ოჯახმა მითხრა რომ აი საბჭოთა კავშირი რო დაიშალა 90-იან წლებში აქვს დაწერილი. აშკარად დაწერილი აქვს იმიტომ რომ უნდა რომ ვიღაცას ეს გაეზიარებინა. ეს დღიურები რომელიც მე აქ მაქვს ნანახი ამ კაც აშკარად ამ ტყვეობაში მყოფ ალექსანდრე ცალუღელაშვილს ეს მუდმივად აწუხებს და ამ დღიურებში ერთგვარ შვებას გრძნობს. ისევე როგორც აი მგონია რომ მისი ამბის და ამ არნახული თავგადასავლის მოყოლა უნდა და ამ ლადო არველაძეს თავის წიგნში, როდესაც აი დეტალურად ბათუმში როგორ გაიწვიეს კაცი, აქედან დაწყებული როგორ დაამთავრა მისი კარიერა, ამის ეს ყველაფერი დეტალურად აქვს აღწერილი. და რა თქმა უნდა, ესეთი ისტორიები ძალიან ბევრია, ეს არ არის 2 და 3 ისტორია, ეს ძალიან ბევრია ეს ისტორია და მნიშვნელოვანია ეს, რომ მეეჭვი მაქვს საფუძვლიანი, რომ ბევრი მემუარი ამ სამხედრო ტყვეებს დაწერილი აქვს და ოჯახებში დღემდე ინახება და ოჯახები ხანდახან არ იციან რა უნდა ქნათ და არა და ეს მემუარები უნდა გააცნობიეროს საზოგადოებამ, იმიტომ რომ ომი არ არის მხოლოდ დროშის აღმართვა რომელიმე შენობაზე, ომი არის აგრეთვე აი ამ ადამიანების ბედი, რომლებიც სულ რაღაც 20-22 წლის იყვნენ, როდესაც მთელი ცხოვრების საკმარი ცხოვრება იცხოვრეს იმ ომის პერიოდში.